2025 წლის ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ წარადგინა და გასული წლის საბოლოო შედეგები შეაჯამა. მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ განხორციელებულ კულტურულ საგანმანათლებლო პროექტებზე. ასევე საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიღწევებსა და შედეგებზე გაამახვილა. მინისტრის მოხსენების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა და არსებულ პროგრამებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. აფხაზეთის განათლების და კულტურის სახალხო მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა 2025 წლის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და წარმოადგინა 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებები, აქტივობები, რომელიც პირდაპირ ესადაგება ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა ყველა მიმართულებით და ბოლო ანგარიში იყო სამინისტროებს შორის და მე მიხარია რომ ესეთი ხელშესახები შედეგები გვაქვს და მოლოდინი 2026 წლის რომ მეტად ბევრი სიკეთეების დანერგვას შევძლებთ და განხორციელებას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც იქნა წარმოდგენილი. წარუადგინე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ანგარიში. აღნიშნული კუთხით ცოტა არაორდინარული იყო, რადგანაც მოიცავდა როგორც 25 წელს განხორციელებულ ღონისძიებებს და აქტივობებს, ასევე ჩვენ საომავლო პროექტებს, ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. ამავდროულად იმ მოცემულობით, იმ გეგმით, იმ სტრატეგიული ხაზით, რომელიც არსებობს და რომელიც დახვეწაზეც მუშაობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება გაცილებით უფრო პროდუქტიული და შინაარსობრივად დატვირთული. აღნიშნულ შედეგებს ასევე პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახალმა თაობამ, დევნილმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კიდევ მრავალჯერ გაიხსენოს ის, საიდან არიან წარმოშობით, საიდან მოდიან და რაც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არა მარტო ქართველებს აევ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია, არამედ ქართველების და აფხაზების წარსულს და აფხაზს აერთიანებს. ასევე ნდობის აღდგენის თვალსაზრისით ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება, რასაც დღეს გიორგი ძაძამიას უწყება ემსახურება. ვფიქრობ, რომ ამ ხაზით და სხვა მნიშვნელოვანი თემების გარდა ამ ხაზით განსაკუთრებული ყურადღება მართებს ცენტრალურ ხელისუფლებასაც, პარლამენტსაც, მთავრობასაც და ვფიქრობ ხარისხი მუშაობისა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაუჯობესება. ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყო ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი დავით ცინცაძე. დიდი სიხარულია, რომ ესე მცირედ ჩვენ შრომას ასე აფასებენ. თუმცა მთავარი სათქმელი ალბათ რაც მაქვს, ეს არის რომ მიუხედავად იმისა, ვინ რომელი კუთხის წარმომადგენლები ვართ, აფხაზეთი ყველა სია. და ყველამ უნდა ვიზრუნოთ თანაბრად და ეს ქმნის სწორედ ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ამდენად ჩემთვის განსაკუთრებულად პატივი იყო, როგორც გურიის წარმომადგენლისთვის, მიუხედავად აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობისა, მსგავსი ჯილდო განსაკუთრებული პატივი იყო და ეს ვერ იწვევს ჩემ გაორმაგებულ მოტივაციას, იმიტომ რომ თავიდანვე გაორმაგებული მოტივაციით რომ არ ჩაერთოს ადამიანი იმ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებისთვის, რაც ახლა ჩვენ გავაჩნია, სხვანაირად სახელმწიფოებრიო, სხვანაირად სამოქალაქო კულტურაც არ იქნება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წლიურ ანგარიშს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.